ზოგჯერ დილას რომ დგებოდი თუ გაღვიძებდნენ აი ჯერ კიდე მაგიდასთან ზუსის და რაღაც ხმა მოესმებოდა ну ძალიან ჩხუბობდა ეთყობა ვერ მოასწრო თქვა ჩვენ ადგომამდე ოღონდ ჩვენს ბოლო წუთას გაღვიძებდნენ რომ სულ აგვიანებდეს სკოლაში სულ ძალიან გვეჩხუბებოდნენ მაგრამ ატოღაც მაინც დეჩემ სულ უნდოდა რომ გამოგვეძინა ერქვა მაინც ლამის ლოგინში გვაჭოდნენ ну მაგ ხრივ არ ვიცი რამდენად სწორად იქცეოდნენ მაგრამ ხო და აი თუ შევსწრებიო იმ პროცესს რომ ჯერ არ ამდგა რა მაგიდიდან და აი თქვა დონკანია მოშვებული რაღაც ну აი ძალიან ბრაზდებოდა რომ ეთყობა იცით რატო მართლა ძალიან რთულია რომ რაღაცაში ხარ შესული ხევი მეც მომსულია რომ რაღაც გულით და ვიღაც ხელს გიშლის ну საშინელება გემართვა რატო შეძანა გვიან იძინებდა მაინც და აი განსაკუთრებით მე ასაკში ხო ძალიან ცოტა ხანი ეძინა 4-5 საათი მაქსიმუმ ხო იმიტომ რომ გამთენისას თუ მუშაობდა ღამეც რო დაეძინა ფაქტობრივად ხო ცოტა არ უყვარდა ხო არ უყვარდა ქვია ძილი ენანებოდა დრო ძალიან კარგი ხასიათზე იყო მან და არ მithkoms ეთყობა ბეჭდო ის დროს აი ყველაზე კარგი ხასიათზე მამა ჩემთვის იყო როცა ბეჭდავდა ანუ ყველაზე ნაკლები პასუხისგებლობაა იმიტომ რომ უკვე დაწერილია უკვე გასწორებულია უკვე არაფერს აღარ შეცვლის იმიტომ რომ თითო წინადადებას წერდა 7-ჯერ მინიმუმ, აი რომც არ შეეცვალა 7-ჯერ მაინც რომ აი ამ გადაწერის პროცესში კიდე საბოლოო ვერსია იქნებ კიდე ამოტივტივებული იყო და უკვე სულ რომ მორჩებოდა და თავიდან ბოლომდე გადაწერდა იმ კონკრეტულ გვერდს მერე ბეჭდავდა ესეთი კაპიროვკა ერქვა ქაღალდებს შორის დებდნენ და ხო მაგაზე ბეჭდავდა და მაგით უბრალოდ და აი მაგ დროს ყველაზე კარგი არც ხმაურზე ბრაზდებოდა არც რაღაცა გაურკვეველ იმაზე ყველაფერს გაგიტარებდა ვთქვათ ყველაფერზე ხუმრობდა ძალიან მესმის რატო უკვე მოსავალი რო ხელში გაქვს და უკვე რო სანერვიულო ნაკლებად კი რა ხო ნახბეჭდა მექანიკური ამბავია და ну მე გამოცდილებაში უკვე კორექტორი რაღაცას ჩაასწორებდა და ამის ხო და აი მაგაზე მე ისევ ნერვიულობდა იმიტომ რომ რამე შეცდომა რო არ გაპარულიყო კორექტორას ხო აკეთებდნენ მე თვითონ მოქონდა და თავიდან აკეთებდა მე მიდიოდა იმ კორექტორთან და კორექტორთან ერთად თავის თვალწინაც ცლევინებდა რომ არ გაპარულიყო რამე და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მაგას